მოგესალმებით. ვაგრძელებთ რონდელის ფონდის მიმოხილვებს ყველაზე მნიშვნელოვან და ცხელ საერთაშორისო ამბებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ ხდება, რა თქმა უნდა ყველაფერი ჩვენი ყურადღების ქვეშ ექცევა და ბუნებრივია მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, ჯერ ერთი რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო იყო დონალდ ტრამპის ვიზიტი სპარსეთის ყურეში, დონალდ ტრამპის პირველი ოფიციალური ვიზიტი მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ და ქვეყნები, რომელსაც ის ეწვია, ასევე ამის პარალელურად მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი ბირთვულ შეთანხმებაზე ირანთან, ისრაელის პოზიციები, ღაზის სექტორში არსებული ვითარება და საერთაშორისო რეაქციები ღაზის სექტორში მასშტაბური ომის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მოკლედ ამ უაღრესად მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე, რა თქმა უნდა, სასაუბროთ მოვიწვიეთ ჩვენი ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი. ზურაბ, მოგესალმები. მიუყვეთ ამ თემების მიხედვით, ცხადია, დონალდ ტრამპი თვითონ ბუნებრივია კმაყოფილი იყო იმ შედეგებით, ჯერ კიდევ უნდა დაждდეს მტვერი, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ რეალურად იმ ციფრებში გაერკვეს ხალხი, ვინც ადევნებდა თვალყურს და ინტერესით ბუნებრივია, სხვადასხვა ციფრების ხსენება მიდის, ტრილიონების, ვალდებულებების, დონალდ ტრამპმა საერთოდ 14 ტრილიონამდე აიყვანა ეს საერთო რაღაცა შესაძლო მომავალი აწლეულის ინვესტიციები, კონკრეტულად ჩვენ რაც ვიცით, სადღაცა დაახლოებით 600 მილიარდს უკრის თავს სამივე ქვეყანაში ეს ინვესტიციები. მაგრამ მოდი ახლა ინვესტიციებს ცოტა ხანი თავი დავანებოთ და შევხედოთ დონალდ ტრამპის პირველ ვიზიტს სპარსეთის ყურეში, ახლო აღმოსავლეთში, ჩადის საუდის არაბეთში, ჩადის კატარში, ჩადის გაერთიანებულ საემიროებში და არ ჩადის ისრაელში. რისი მანიშნებელია ეს, რა გზავნილია ეს დონალდ ტრამპის მხრიდან და იქ მერე გავაგრძელებთ უკვე ამ ვიზიტის მცდელობისას კიდე გამართულ შეხვედრებზეც საუბარს. აქ რამდენიმე საკითხია და რომ მიყვეთ თანმიმდევრობით, ერთი არის რომ ეს არის ტურნე, რომელშიც სამი ქვეყანა შედის, ყველაზე მდიდარი ქვეყნები და საერთოდაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონია, სადაც რატომ არის მნიშვნელოვანი ზოგადად, იმიტომ რომ ნავთობის 2/3 აქ არის მარაგების, 1/3 ბუნებრივია აირის და შესაბამისად ტრამპი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტია და რომელსაც სურს იგივე შეერთებული შტატების წარმოებისთვის იაფი ნავთობის და გაზის და ასევე ბიზნეს წრეებისთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვა, შესაბამისად ძალზედ ლოგიკური არის ამ რეგიონში მისი სტუმრობა, თუმცა განსხვავებით თუნდაც მისივე პირველი პრეზიდენტობის პერიოდის ან სხვა პრეზიდენტების ტურნეებს თუ შევხედავთ რეგიონში, სწორედ ახსენე, რომ აქ გარდა იმისა, რა გაკეთდა, არის რა არ გაკეთდა მნიშვნელოვანი და ეს არის ისრაელში არ ჩასვლა, ისრაელში ფაქტიურად ვიზიტზე უარის თქმა, რა თქმა ეს შეთავაზებული ქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ის ორჯერ იმყოფებოდა ვაშინგტონში და ბევრი საკითხი დეტალურად გაიარეს, მაგრამ როგორც ჩანს, გარკვეული შეიძლება დაძაბულობა არ უწოდოთ, მაგრამ არსთა სხვადასხვაობა ცნება რომ ვიხმაროთ, უფრო სწორი იქნება ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში ამ ეტაპზე. პირველი საკითხი, რაც განასხვავებს მათ, ეს არის ირანთან დამოკიდებულება და მეორე უკვე სირიასთან დამოკიდებულება, მესამე ღაზა სექტორი, განსხვავებული მიდგომები, ანუ გამოჩნდა, რომ ბევრ საკითხში არის ეს განსხვავებები, მე შეიძლება უფრო მეტად დეტალურადაც გავშალოთ ეს თემა. ისევ ამ საკითხს რო დაუბრუნდეთ, ეს არის თანხების რაოდენობა, სხვადასხვა ციფრები იყო ნათქვამი, მაგრამ ეს არის
თუ არ ვცდები 10 წელზე გაწერილი მოსალოდნელი, ну ახლა მოსალოდნელზე ძალიან ჰიპოთეტურად შეიძლება საუბარი, თუმცა ხელშესახებით ძალიან ბევრი რამ არის, იგივე ინვესტიციების განხორციელება ამ არაბული ქვეყნებისგან. შეერთებულ შტატებში სპარსეთის ყური ახსენე და იყო იგივე არაბები მას არაბულ ყურესაც ეძახიან და იყო ესეთი მოლოდინიც რომ შეიძლება ამერიკელებმა ოფიციალურადაც დაარქვან უკვე არაბულის მაგას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ეს ზოგი სპარსეთის ყურეს და მერე ფრჩხილებში უწერს ხოლმე არაბეთის ყურეს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ ნუ აი ეს ინვესტიციები არის მნიშვნელოვანი სამხედრო სფეროში თანამშრომლობა და იქიდან თქვათ სამხედრო სამრეწველო სფეროს შემოსავლები შეერთებული შტატების ესეც მნიშვნელოვანია ნუ ამ ვიზიტს მაღალი ტექნოლოგიების გიგანტები ყავდათ ჩაყვანილი თან დელეგაციაში და ამ არაბულ ქვეყნებს აქვთ ამბიცია რომ იყვნენ აი ესეთი ჰაბი ცენტრი მსოფლიო მნიშვნელობის ამ ხელოვნური ინტელექტის ინფორმაციების ცენტრების მშენებლობით და გაკეთებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის სფერო გამოიკვეთა, ხო? ეს გამოიკვეთა, მაგრამ ისევ შეგვიძლია ვთქვათ, მაინც რომ ვერ ჩაანაცვლებს იგივე ვთქვათ, დასავლურ სამეცნიერო მიღწევები იქნება, ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. კი, ბევრი ფული აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასე ვთქვათ რაღაცე ყველაფრის ჩანაცვლება შეუძლიათ ეს ასე არ არის რეალობას თვალ რო გავუსწროთ იგივე მეცნიერების განათლების და ასე შემდეგ ევროპის საპირწონე ვერ გახდება მინიმუმ ამ ეტაპზე ახლო აღმოსავლეთი თუ ყველაფერს თავი დავანებოთ ახლა დემოკრატიის ხარისხი ადამიანების უფლებები და ასე შემდეგ გავიგეთ მაგასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა პრაქტიკულად ღიად თქვა რომ შეცდომა იყო საერთოდ ამ დემოკრატიის ხარისხზე და სახელმწიფოს მართვის მექანიზმებზე და სისტემაზე საუბარი და ამდენი ხანი ეს ჩვენი ამ ესე ვთქვათ ხაზის გატარება მიხედეთ თქვენ თავს როგორც სწორად მიგაჩნიათ ისე მართეთ სახელმწიფოები თქვენი სახელმწიფოები ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო არა მხოლოდ სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის მაგრამ რომ დაუბრუნდეთ აი იმ სამ მნიშვნელოვან თემას რომელიც ერთმანეთთანაც დაკავშირებულია და ზოგადად უფრო საუდის არაბეთში მუჰამედ ბინ სალმანის თანამონაწილეობით გამოჩნდა შეხვედრაზე და შეხვედრაც გაიმართა სირიის მოქმედ ხელმძღვანელთან ალ-შარასთან რომელიც ცოტა ხნის წინ იძებნებოდა და ჯილდო იყო მისთვის დაწესებული ახლა ვხედავთ რომ ტრამპი აუქმებს სანქციებს სირიისთვის დაწესებულს მზად არის ინვესტიციების განხორციელებისთვის ტრამპ ტაუერის მშენებლობისთვის რა შემოbrunება არის ეს რამდენად დიდ ესეთ ცვლილებასთან და ტექტონიკურ ცვლილებასთან გვაქვს საქმე ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის კუთხით შუა აღმოსავლეთთან მიმართებით აქ უნდა თქვათ რომ ტრამპმა ასე ვთქვათ ღიად არაბულ სუნიტურ ასე ვთქვათ ხარე დაიჭირა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დროს ნუ რეალურადაც ასე იყო ხოლმე ოღონდ იქ ყოველთვის ისრაელიც მოიაზრებოდა ხოლმე და ახლა როდესაც ისრაელში არ ჩავიდა და ამავე დროს ისრაელის ნების საწინააღმდეგოდ ახლა სწორედ თქვი რომ თუნდაც ერთი თვის წინ შეუძლებელი იყო იმის წარმოქმნა რომ აჰმედ ალ-შარს ესე პირადად შეხვდებოდა იმ შეხვედრაზე 3+1 შეხვედრა იყო ჩართვით იყო ერდოღანი გასაგებია ამ კონფიგურაციაში სირიის ახლანდელი რეალობის გათვალისწინებით შეიძლება პირდაპირ თქვათ რომ ეს პროთურქული სუნიტური ხელმძღვანელობა ყავს ახლა სირიას სადაც მათ შორის ახლა თქვათ ხვალ ალბათ არ აშენებენ ტრამპ ტაუერს დამასკოში მაგრამ ну სირიის ახალმა ხელმძღვანელობამ იცის რითი მოხიბლოს და მათ შეთავაზებაა რომ ააშენონ ახლა მეძნერად წარმომიდგენია
იქ სადაც ისევ ჯერ ყველაფერი, ასე ვთქვათ, სტაბილურობა არ არის და იქ სადაც იგივე ისრაელი ბომბავს ბევრ ადგილებს, იგივე დამასკოში, ახლა იქ რაღაც მშენებ ტაუერების მშენებლობა და ეს ცოტა ძნელად წარმოსადგენია. თუმცა ერთი არის, რომ ეს მხარე დაიჭირა და მას გარკვეული მოლოდინები აქვს ამავე დროს, ამ მთლიანად ახლა ებრაული თემის ჩახსნა არ გამოდიოდა და იგივე სირიისგან ელის რომ მიუერთდეს იგი აბრაამის შეთანხმებას, მაგრამ აქ არაერთი პრობლემა წარმოიშობა, მათ შორის თქვათ გოლანის მაღლობები და გოლანის მაღლობების იქით კიდე დაიკავა ისრაელმა ტერიტორია, ეს საკითხი როგორ იქნება, საერთოდ ღიად არის გოლანის მაღლობებს დღემდე სირიაც და საერთაშორისო თანამაგობრობაც განიხილავს როგორც სირიის ტერიტორიას, ну გასაგებია რომ ისრაელი ასე არ განიხილავს, მაგრამ იგივე ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ პერიოდში დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან ერთად გოლანის მაღლობებიც აღიარა ისრაელის ტერიტორია. ეს საკითხი როგორ გადაწყდება, ну ეს ისევე როგორც ბევრი რაღაცა, ეს ახაერშია გამოკიდული, არა პირდაპირ არა ეს ეს შეხვედრა, ეს ქიმია, რომელიც შეიქმნა ტრამპსა და ალ-შარას შორის და ეს ესე ვთქვათ ცალსახად მართლაც არაბული სამყაროსკენ გადახრა დონალდ ტრამპის ნიშნავს თუ არა ეს სირიაში რუსეთის და ირანის გავლენების დასრულებას რეალურად რასაც ქვია ადგილზე on the ground კი რუსები წარმოადგენლი არიან, მაგრამ მათი ფუნქციები ძალიან შეზღუდული არის, ირანელები საერთოდ აღარ არიან წარმოადგენლი. რეალურად იქ გავლენები ისედაც უკვე აღარ არის რუსული და ირანული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი მოგვარდა სირიაში, იქ რადიკალიზმი, სხვათა შორის კიდე ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ამერიკელების მხრიდან, რომ ეს უცხოელი მებრძოლები ქვეყნიდან გაიყვანე. ერთი არის მოუწოდო გაიყვანე და მეორე აღსრულება, იმიტომ რომ ეს ხალხი იქ უკვე ზოგი აწლეულებია იქ არის, ბევრ სერიალზე რომელიც მათ ქვეყანა დატოვა, იმადზე უკეთიციან ახლა იქ არსებული სიტუაცია, ოჯახები ყავთ და იქ ცხოვრობენ, ხო და ბევრი კავშირებია უკვე. მეორე ისევ ღიად რჩება ქურთების საკითხი, რომლებიც ფაქტობრივად ქვეყნის მესამე ტერიტორიას აკონტროლებენ და ნუ ისრაელის უსაფრთხოების ასე ვთქვათ საფრთხეების შეფასების ხედვა ისრაელის მხრიდან არსად არ შეცვლილა. ახლა ტრამპმა რაც არ უნდა განაცხადოს, ისრაელის მაგიერ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, ხო? და აი ეს საკითხიც, ასე ვთქვათ, ღია არის. ისევე როგორც ახლა ირანი ირანთან და რეალური ასე ვთქვათ, ასთა სხვადასხვაობა ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის გამოწვეულია იქიდან, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ უარი უთხრა ისრაელს სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე ირანის წინააღმდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, რომ ნავთობის ფასი გაიზარდოს. ირანს აქვს იმისი საშუალება, რომ მეზობელ ქვეყნებში ნავთობ მოპოვებელ საწარმოები იქნება თუ ინფრასტრუქტურაზე შეტევა მიიტანოს, იმ შემთხვევაში თუ ირანზე მოხდა ამერიკელთა შეტევა, ანუ ისრაელ-ამერიკული შეტევა. და ეს არის ერთ-ერთი კიდევ ასე ვთქვათ განხეთქილების ისევე როგორც ახლა ღაზის სექტორთან მიმართებაში იყო ამერიკელების მოწოდება რომ შეწყვიტონ, არა მხოლოდ ამერიკელებიც, ევროპელებიც ამას მოითხოვენ, თუმცა ისრაელი აქ გადაწყვეტილება მიღებული აქვს და დაწყებული აქვს გედეონის მუხლუხები ქვია ამ ოპერაციას, რომელიც დაიწყო ისრაელმა და რომელიც ითვალისწინებს ამ ტერიტორიების ფაქტიურად მთლიანად დაკავებას 12 ზონად ყოფენ და მე იქ ასე ვთქვათ მთლიანად უნდა შეამოწმონ. ფიქრობ რომ უგულებელ ყოფს ისრაელი ამ საერთაშორისო მოთხოვნას და გააგრძელებს ამ ოპერაციის განხორციელებას. ისრაელისთვის პრიორიტეტი არის მისი მოქალაქეები, რომლებიც ისევ უკვე წელიწადნახევარი ამ ძევლად იმყოფება, ბოლო მონაცემი იყო თუ არ ვცდები 58 ადამიანი, ოღონდ არიციან მათგან რამდენია ცოცხალი, რამდენია გარდაცვლილი. მათი გათავისუფლება თუ ისეთი ფორმულირება იქნება შეთავაზებული, რომ
ეს გათვალისწინებული იქნება ამ მოქალაქეების გამოხსნა და ამის სანაცვლოდ რაღაცების შეჩერება, მაშინ შეიძლება, მაგრამ ამ მომენტისთვის ასეთი რაღაც კონკრეტული არ არის შეთავაზება და ამიტომ ამ ეტაპზე ფაქტობრივად შეუძლებელია იმის თქმა, რომ ისრაელი ახლა უკვე ამ დაწყებულ ოპერაციას შეიაჩერებს რაღაც საერთაშორისო არენაზე მოსაზრებების განსხვავებული მოსაზრებების გამო. იქვე იყო გამოთქმული ის მოსაზრებაც, რომ ეს ღაზის სექტორის მაცხოვრებლები თითქოს ლიბიაში უნდა გადაასახლონ ისე, როცა ახლა კი ნაწილი გადის ტოვებს და ათასობით შეიძლება ვთქვათ, რომ ტოვებს, მაგრამ იქ მოსახლეობა 2,5 მილიონი არის და 2,5 მილიონი მოქალაქის ისე რომ არ კითხო მათ აზრი და სადღაც სხვა ქვეყანაში ასობით ან ათასობით კილომეტრი დაშორებით გადაასახლო, ნუ არარეალისტურია. ხო, ანუ რაღაცა ესეთი სურვილები არა, ჰუმანურია და ნუ ყველა საერთაშორისო ყველა ნორმის ცდება. ირანის საკითხს მინდა აუცილებლად შევეხოთ. ირან ამერიკის მოლაპარაკებები 4 რაუნდი გაიმართა, მე-5 ისევ რომში გეგმება, როგორც ვრცელდება ინფორმაციები, ეს არის კატარის ომანის უკაცრავად ომანის შუამდგომლობით და ესე ვთქვათ მასში იყო ომანის დედაქალაქში იყო შეხვედრები, რომში ომანის საელჩოში იყო ერთ-ერთი შეხვედრაც ასევე და ახლა თითქოს დონალდ ტრამპი უფრო იმედიანად არის, თუმცა ამბობს, რომ თუ არ იქნება სწრაფი გადაწყვეტილება, მერე იქნება ცუდი გადაწყვეტილება, რომლის გაკეთებაც არ უნდა. ირანის სულიერი ლიდერი ხამენეი კვლავინდებურად ხისტია ამ მოლაპარაკებებში. რასთან გვაქვს საქმე, რა შანსებია რეალურად, რომ აქედან დილის ანუ შეთანხმების ხელოვნების ფლობელმა მიაღწიოს ამ რაღაცამ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას. ირანელები გამოცდილები არიან დიპლომატიაში და ძალიან დეტალურად უყურებენ საერთაშორისო არენაზე, როგორ მოქმედებს ტრამპი, შეერთებული შტატების პოლიტიკა როგორია, იგივე რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში და სადაც ყველას გვახსოვს, რომ თითქოს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტი სანქციების ეწოლა უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ არ მოხდა ეს და შესაბამისად მისი პოზიცია სულ უფრო და უფრო შეიძლება ითქვას აქედან გამომდინარე უფრო ხისტი ხდება ისინი ამ წითელ ხაზებს სინჯავენ, სად გადის წითელ ხაზი. შეიძლება ეს შეცდომა იყოს და ერთ დღესაც სხვა ის გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა რიტორიკასაც შეუთანხმებლობის მთავარი საგანი, რომ ჩვენმა მაყურებელმაც ეს არის ბირთვული პროგრამა, ბირთვული პროგრამის მასზე უარის თქმის სანაცვლოდ სანქციების მოხსნა იქ სხვა ფორმულირება არის, რომ ეს გატანილი იქნა სხვა ქვეყანაში, რუსეთზე არის ძირითადად საუბარი, სადაც მოხდება მისი შენახვა და ირანს მოეხსნება ეს მძიმე სანქციები, რომელიც რეალურად მის მოქალაქეებსაც მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას ზოგადად და ასე შემდეგ და შეიძლება ნავთობისა და გაზის გაყიდვით შემოსავლების ქონა. მაგრამ ბევრი რამ ისევ აქაც ჰაერშია გამოკიდული. სხვათა შორის ეს პირდაპირ მოლაპარაკებები არა, ვინმეს არ ეგონოს, რომ ისინი პირდაპირ ხდებიან. თუმცა ამერიკელები ამბობენ, რომ პირდაპირ კონტაქტიც იყო. იყო ესე ამბობენ, მაგრამ ნუ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არადასტურებს. არადასტურებს, იმიტომ რომ რეალურად ასე ილაპარაკა ომანის წარმომადგენელს აქვს შიკრიკის ფუნქცია სხვადასხვა ოთახებში შედან და იქიდან მოაქვს ინფორმაცია, მე აქედან პოზიციას აწვდის და ესეთი რა თქმა უნდა ეს ხელს უშლის სუარაობას ჯობია, მაგრამ ნუ რეალურად მოლაპარაკება ესეთ კლასიკური გაგებით არ უნდა წარმოვიდგინოთ, მაინც შუამავლის საშუალებით ხდება და ბევრი რაღაც შეიძლება აქ არის ერთი დეტალი, ვიტკოფი დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი შუა აღმოსავლეთში მაინც ჯიუტად
მიდის ამ გზით, რომ ირანს საერთოდ არ უნდა კონდეს ურანის გამდიდრების უფლება. ირანელები ამბობენ, რომ ჩვენ მზად ვართ იმ ქვედა დონეზე დავბრუნდეთ, აღარ იყოს 60%-იანი ან თუნდაც 20%-იანი გამდიდრება, მაგრამ ისე რომ საერთოდ ვარი ვთქვათ ურანის გამდიდრებაზე და სამშვიდობო ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე, მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა, ამაზე კატეგორიული წინააღმდეგ. გადალახვადია ეს პრობლემა, საერთოდ გაქვს იმის განცდა, რომ ეს შეთანხმება შედგება თუ მაინც ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ უკვე მერე იმედგაცრუებული, გაბრაზებული დონალდ ტრამპი იტყვის, რომ მე კარგი მინდოდა და აწი თქვენ ნახეთ. ტრამპი რა სიტყვის გაცხვარიცის და მათ შორის ყველაზე ძნელად პროგნოზირებადი პოლიტიკოსია, ვინც როდისმე ამერიკის პრეზიდენტი ყოფილა და ძნელია მაგაზე მსჯელობა, თუმცა ახლა რასაც ხედავთ სიტუაცია არის ის, რომ ისინი რიტორიკაშიც კი თითოეულ სიტყვას აკვირდებიან ირანელები, თუ ადრე ეხლა ამბობს, რომ ძიმე სიტუაცია იქნება სხვა გზას ნახავს, მაგალითად ერთი თვის წინ ამბობდა, რომ პირდაპირ დავბომბავთ, ხო? ეხლა მაგ სიტყვას აღარ ხმარობს და ირანელები ამას უყურებენ ყველაფერს და ამით ასე ვთქვათ აფასებენ ამერიკელთა პოზიციებს, იმიტომ ვფიქრობ, რომ შეიძლება მართლა მოხდეს ის, რასაც არასწორ გათვლას miscalculations ეძახიან, ანუ ირანელებმა სხვა შეფასება მისცენ სიტუაციას და ტრამპის ადმინისტრაციამ სხვას, ეს შეიძლება მოხდეს, ამისგან დაზღვეული არავინ არ არის, თუმცა ახლა ირანელებს მიაჩნიათ, რომ ამერიკელები საერთაშორისო არენაზე არიან საკმაოდ სუსტი. იგივე რუსეთ-უკრაინის ომი იქნება, იგივე ისრაელთან ურთიერთობა თუ სხვა. ანუ სანამ ამას არ დაინახავენ, ისინი ამ წითელ ხაზების მოსინჯვის მცდელობაში არიან. ირანთან დაკავშირებით კიდე ამ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არის ასეთი რაღაცა. ფიზიკურადაც რო სიტყვაზე დღეს ის ადგილები გაანადგურო, ეს ცოდნა დაგროვდა ირანში. ანუ სამეცნიერო დონეზე ის თუ გაანადგურა სიტყვაზე ახლის გაკეთების საშუალება იდეაში არის, ეს არ არის ის, რომ აი გავანადგურეთ და ფიზიკურად რახანის კონკრეტული ერთი წერტილი გაანადგურე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირანს იმისი საშუალება არ აქვს, სამეცნიერო საშუალება, რომ ეს ხელახლა გააკეთოს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური სირთულეები არის და დღითიდღე მძიმდება ინფლაცია, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ასე შემდეგ, ირანს მაინც აქვს იგივე ამ არალეგალური ვაჭრობა დავარქვათ ნავთობით, როგორც გინდა დავარქვათ, გადის ეს ტანკერები ჯერ მალაიზიაში, იქიდან ჩინეთში, როგორც მალაიზიური, ისე შეედინება, ანუ შემოსავალი აქვს საკმაოდ დიდი. გასაგებია. დიდი მადლობა ზურა. ვადევნებთ უმნიშვნელოვანეს და ძალიან საინტერესო პროცესებს ახლო აღმოსავლეთში და არა მხოლოდ, ბუნებრივია, უკრაინა ჩვენი ყურადღების ცენტრში ყოველთვის და შემდგომ თემებს, შემდგომ ასე ვთქვათ, მიმოხილვებს აუცილებლად მიუძღვნით უკრაინას. ხოლო ზურას მომავალშიც აუცილებლად ვთხოვთ, რომ გააკეთოს მოახდინოს ანალიზი შუა აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.